ანოდა ჯავახიშვილი თემურ ისა ბაისურაძე დღეს ძალიან საინტერესო ნოვაციით გამოვიდა ფორუმელები და მე მახარებს ხუთფერად გავუნებით რომ კიდევ არსებობენ ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები ვისაც სურს ქვეყნის გადარჩენის კონკრეტული გეგმა წარუდგინოს საზოგადოებას მართლა საინტერესო იყო მე რასაც მოვისმინე რაც მოვისმინე თემურ ნოდარ აი დღეს მართლა პატრიოტიზმი არის როდესაც ექტკივა გული რომ აი რაღაცა უნდა შეიცვალოს. მოდით ვისაუბროთ ამაზე, ყველაზე მთავარი. მე თუ მკითხავთ, ეს არის მე პატრიოტსნად გეუბნებით, ნოდარ, მე მგონი მე და თქვენ ვისაუბრეთ თებერვლის დასაწყისში, რომ აი ამ ყბადაღებულმა ინფლაციამ და აი ამ ყბადაღებულმა ცხოვრების დონის გაუარესებამ რაღაცა გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს საზოგადოება. თავად შემოვლობენ რომ საზოგადოების ავანგარდი არიან ბედნიერი ნაციონალები და თავად შეიკრიბნენ პარლამენტში და თავად მოусმინეს თავიანთ დირექტორს. არაფერი კონკრეტული იქ არ ითქვა. ზოგადი რაღაც ბუნდოვანი რაღაცა რომ 2015-16 წელს კარგი ცხოვრება გვექნება. კონკრეტიკა ხო არის ეს არის პიარზე აგებული საკითხი. აი მახარებს მეთქი და რომ კონკრეტიკაზე დაიწყეთ თქვენ საუბარი დღეს. გისმენ და თუმცა ხო ჯერ პირველ რიგში ჯერბატონო ორივეს გისმენთ. მესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და მინდა ვთქვა რომ კი არ შეგისწორო მაგრამ დავაზუსტო რომ ეს არ ჩვენი მხრიდან არ არის ინოვაცია, იმიტომ რომ ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში თებერვლის შემდეგ კონკრეტიკა მარტო თქვენგან წამოვიდა. ეკონომიკურ სტრატეგიაში ჩვენ სერიოზულად აქვს ყურადღება გამახვილებული ცოდნის ეკონომიკაზე, ინოვაციის აუცილებლობაზე, მაგრამ რასაკვირველია ეს კონცეფცია და იქ ძალიან პატარა ადგილი ჰქონდა დათმობილი და მაშინვე რასაკვირველია ავტომატურად დასახული იყო ვალდებულება, თუმცა ამ პერიოდში ვერ მოახერხეთ ამის გაკეთება. უკვე ჩამოგვეყალებინა ამ კონკრეტული მიმართულებით. სტრატეგია მომავალი საქართველოსი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ დღეს ეკონომიკის არც ერთ სფეროში არ შეიძლება. საზოგადოებრივი ყოფიერების არც ერთ სფეროში არ შეიძლება. რაიმე მეტნაკლებად სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი, თუ ეს ყველაფერი არ არის დაფუძნებული ინოვაციურ აზროვნებაზე, ცოდნის ეკონომიკაზე და მით უმეტეს აუცილებელი იყო თქვა დღევანდელი ჩვენი ეს გააქტიურება ამ ნაწილში რომ სააკაშვილი აგრძელებს და მისი ხელისუფლება გაუგებარ პიარ კამპანიას ყველა მიმართულებით გახსოვთ შარშან ზაფხულში სოფლის მეურნეობა გაახსენდა თავისი პრეზიდენტობის მე-7 წელს მაგრამ აიღეთ სტატისტიკა და ნახეთ ყვარელში რო ტრაქტორები ატარა შარშან უფრო ნაკლებია მოხნულდათესები საშემოდგომო ვიდრე შარშან წინ და იმ წინა წლებში. ანუ ეს ყველაფერი არის აბსოლუტური პიარი. ოფიციალური სტატისტიკა მონახავ ყვარელში ის ტრაქტორები თქობა. ყვარელში სულ რო გადაეხნა მთელი ყვარელი. მაგას ქართული ხორბლის ბაზარი ვერ იგრძნობდა, იმიტომ რომ მოგეხსენებოდა რომ ყვარელი არ არის მიმართულების ცენტრი. ანალოგიურად ამ ბოლო დროს რამდენჯერმე მოვისმინე რომ თურმე თანამედროვე ტექნოლოგიებზე უნდა იყოს ყველაფერი აწყობილი და დაფუძნებული და ახლა მე მინდა საზოგადოებამ ნახოს, მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება. მართლაც რომ მოხდეს ისე, რომ საქართველოში რაღაცა ტექნოლოგიური გარღვევა მოხდეს, ეს მხოლოდ იქნება უცხოელების საქართველოში, იმ უცხოელების მიერ საკუთარი ბიზნესის საქართველოში მოწყობა რასაკვირველია. სერიოზული, სოლიდური ბიზნესი თუ შემოვა, ის თანამედროვე ტექნოლოგიით შემოვა, რასაკვირველია თოხით და ბარით არ შემოვა ის. მაგრამ თვითონ საქართველოში რა ხდება? და აი რომ გადავხედოთ სააკაშვილის მმართველობის თელ პერიოდს, რა, ქართული მეცნიერება კიდე გნებავ ფუნდამენტალური კვლევები და გნებავ გამოყენებითი კვლევები, პრაქტიკულად ნელა-ნელა მოკლა მთლიანად და მოვედით სადამდე. წარმოიდგინეთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოყენებით კვლევებზე ქართული ბიუჯეტიდან იხარჯება 300,000. მეტი არა? 300,000. მაშინ როდესაც შორსაც ვარ წავიდეთ, ესეც სააკაშვილის პერიოდი 2007 წელს 18 მილიონი იხარჯებოდა. და ჩამოიყვანა 300,000-მდე. თუმცა ახლა შემედავება ვიღაცა, იმიტომ რომ გამოყენებითი კვლევები მთლიანად 2011 წლის ბიუჯეტში 10,500,000 იზის. მაგრამ 10,200,000 თავდაცვის სექტორშია. და 300,000 დანარჩენ ეკონომიკაში, დანარჩენ სახალხო მეურნეობაში. ახლა კიდე ერთ წელს მოვიყვან, თქვა ისე 2007-დან. იქით რო წავიდეთ, გაცილებით ამაზრზენი შედეგებია. 2007 წელს 34 მილიონი იყო დაახლოებით
მეცნიერებაზე გამოყოფილი. ძალიან ცოტა. 34 მილიონი ხო თავისთავად ძალიან ცოტაა, მაგრამ ნახეთ, ამის მერე ეს თანხა ორჯერ ცოტათი გაიზარდა, მაგრამ ძირითადად უფრო მცირე იყო და ცოტათი ზრდა გვაქვს 2011 წლის ბიუჯეტში, აბსოლუტურ ციფრებში შემოდავით, იმიტომ რომ ნახეთ 34 მილიონი იყო 2007-ში და 39-ია 2011-ში. ინფლაცია გაითვალისწინეთ და ეს 34-ის ნახევარია სინამდვილეში. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ეს სიკვდილის პირას დავაყენეთ. კლავ, ამდენ. მეცნიერება საერთოდ ისეთ რომ უამრავი ინსტიტუტი დაიხურა. რაც დარჩა რა, ეს არის 150 ლარიანი რამდენიმე თანამშრომელი და წარმოიდგინეთ ახლა მეცხოველების ინსტიტუტს რომ არა აქვს არანაირი სასწრაფო მეურნეობა, არ ძროხავს არ ზღორ. ფაქტობრივად პენსიას ვაძლევთ ამ მეცნიერებს. რაღაცა დონეზე ვინახავთ მანამდე ეს გამოცდილი ადამიანები კიდე არიან ამ ქვეყანაზე და გვექნება ისეთი წყვეტა, რომელსაც ათეული წლები დაჭირდება, ისე ვაღადგინო. იმიტომ რომ თუ ინსტიტუტი არაფერს არ აკეთებს, იქ ახალგაზრდა გინდა მიიყვანო, გინდა არ მიიყვანო, ეს არ იზრდება ამ შემთხვევაში. მე რამე დაგითხრათ, იცით, ახლა მართა გული მიკვდება. ჯერეთ მათ შორის აი ამ 11 თებერვლამდე ჩვენთან იყო დათო გამღრელიც. ვიდრე შესთავაზა სააკაშვილს, რომ შეამჩნევს საბიუჯეტო ხარჯები და არ იყიდო ბოინგის თვითმფრინავი. 300 მილიონი დოლარი მიდის ბოინგის ახალი თვითმფრინავის საყიდად. ეს არის 500 მილიონი ლარი. აი ამ 500 მილიონი ლარიდან 300 რო წავიდეს სოფლის მეურნეობაში 200 მეცნიერებაში, ერთ წელიწადში იქნებ საზოგადოება და ერთ ფაქტი მინდა გაგახსენოთ. მე არ ვიცი თემურ გახსოვთ თუ არა, 94 წელს ნოდარ მქონდა პატივი ყოფილიყავი მაშინ რა ქვია ფოთში, ქალაქ ფოთში, პორტში იყო განხილვა. განხილვა იყო თემისა მაშინ ძალიან კაი კაცი იყო იქ დირექტორი სხვა შორის გარდაიცვალა ვალერი გეგიძე და ფოთის სპორტს ჰქონდა პრობლემა. მეგობრობდით ჩვენ. მე სხვა შორის დაცავი იყო ჩემი და ფოთის სპორტს ჰქონდა პრობლემა. ესე იგი შლამი შემოქონდა აი მას რა ქვია დინებებს და ფსკერზე ესე იგი ილექებოდა ეს შლამი და აი ამ პორტმა გარკვეული დოზით ესე იგი დააფიქსირა რომ ეს პრობლემა მოსახსნელი მაქვსო. მაშინ გავიცანი ახლოს სიღრმე შემცირდა სერიოზულად. გავიცანი მაშინ ბატონი თემური ოფიციალური მომხსენებელი იყო, ქართული მხარე იყო. საქართველოსდან ბატონი თემური წარმოადგენდა იქ თავის იმას რა ქვია იდეას რომ ფანტასტიკურად მარტივი რაღაცა იყო მოფიქრებული. ნუ ის რას ეძახიან ამ წყალქვეშა დინებების გამოყენება ხდებოდა გამ. ესე იგი 3 ან 4 თაღი გაკეთესო და დინება გაიტანსო ამში და ესე იგი ეს ჩდებოდა ძალიან იაფი. და აი უაფსო ფული როგორ მოგაიგეთებინა. ამ დროს ვიღაცას რაღაცა მანქანები ჩაუწყია მთავრობაში და მიწა ხაპია ჩამოიყვანეს უკრაინიდან ის გარიგებული ყოფილა მთავრობასთან და 9 მილიონი დოლარი მისცეს იმ მიწა ხაპიას რომელმაც ესე თქვა გააღრმავა ფსკერი 50 სანტიმეტრით ისევ გაიხსენა ღევის შემთხვევის ისევ ამოასო და მე მაშინ გისმენდით თემურ უცბად გეუბნებით და მართლა კარგი იყო მე სხვაჩვენს ვალერეს უთხარი კიდევაც მართლა გენიალური იდეა მეთქი ამ იმების თაღების გახსნა და მართლა ეს დინება თავის მე ვიმკითხავს ამასაც ზევიწყდება ეს ყველაფერი ამ დროს რამდენი კვირის და რამდენი თვის ნაფიქრალი ქონდათ ნამუშევარი აი ჩვენი ტრაგედია ეს არის ჩვენსაც ქართულ ნის ქართულ გენს ქართულ გამომგონებლურ რაღაც არავის რა დავარქვა მას პლას არ ვიყენებთ ნოვაცია გერა მე საერთოდ მიგვის ჩვენ კიდე როგორ ვარსებობთ საქართველოს როგორც სახელმწიფო აბსოლუტური ნიჰილიზმია ხელისუფლებისაგან და რესურსი ნამდვილად არის და მოდით აი თემურ თქვენ გისმენთ ეგება რაღაცნაირად შევაგონოთ ეს ხალხი რომ ფინანსურად გაიზარდოს რაღაცა მოხდეს სახელმწიფო ყურადღება უნდა ამ სეგმენტს ქართულ მეცნიერებას სერიოზული ის უნდა რა მხარდაჭერა გისმენთ და მაგათ ერთი წამით რა დავით ძალიან შესაძლოა უნდა გამოვიხმაურო გამყრელიძემ შესთავაზა გამყრელიძე სერიოზული პოლიტიკოსია პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია და ეს ჟესტი გააკეთა თორე დავითიც ძალიან კარგად იყო დარწმუნებული არაფერი არ გაკეთდებოდა და აი ახლა შენც რო ბძანე რომ შევთავაზოთო ჩვენ არავის არ უკეთებთ ამ შეთავაზებას იმიტომ რომ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ რომ აქ არაფერი არ გაკეთდება და ბატონი თემური საზოგადოებას უთხრათ რომ არსებობს გადარჩენის გზები ბატონი თემური ზუსტად იმიტომ ჩაუყენეთ ამ დარგს ჩვენ ამ მიმართულებას სათავეში რომ იცი შენს და საზოგადოება დღეს უკეთესად გაიგებს ამას თემურს თვითონ აქვს გავლილი
სხვადასხვა შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც და სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც ყველა ის უბედურება, რაც ემართება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ზედმეტი ნიჭი აქვს და რაღაცა გამოგონებებში სერიოზულ წარმატებებს აღწევს და მე მახსოვს დაკარგა ყოველგვარი დაინტერესებული იყო ამ ძმების იმებით, რა ქვია, იდეების ცხოვრებაში გატარება. ყოველგვარი ეს პერიოდი მე მახსოვს. იმედი რომ დაკარგა, შარშან მოიძია მანქანის გაყიდვით რაღაცა პატარა შესაძლებლობები წავიდა უკრაინაში სერიოზულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, სადაც მსოფლიოს უამრავი ცნობილი გამომგონებელი იყო ჩამოსული, წარადგინა თავისი გამოგონება, რაზეც დღეს ალბათ გვესაუბრება ცოტა მოგვიანებით. და პირველი ადგილი აიღო უნიკალურ კონკურსში მისმა გამოგონებამ და იქავე გაფორმდა ორი ხელშეკრულება გერმანიასთან და იტალიასთან. ჩვენ რო აქ გაგვეკეთებინა ეს ცუდი იქნებოდა, მაგრამ მე მინდა რახან რასაკვირველად დღეს გამოგონებების სიკვდილი ვისაუბრე და მანამ ბატონი თემური გვეტყვის რა პრობლემები უდგა თვითეულ გამომგონებელს, რა. მე მინდა საზოგადოებას ვაცნობო ზოგადად და მე თემური დააზუსტებს და დააკონკრეტებს უფრო თავის დროზე, როცა პიზის კოშკის გადარჩენაზე კონკურსი გამოცხადდა, თემურმა მიიღო იქ მონაწილეობა და ძალიან სერიოზული წარმატებით. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ათასი, თემური შემახსენებს, რამდენიმე ათასი პროექტი იყო წარდგენილი მთელი მსოფლიოდან, ათეულში მოხვდა და მერე გაჩერდა. აი დანარჩენი ალავერდი თემურთან ვარ და მაინტერესებს. გაჩერდა, იმიტომ რომ მაშინ ჩვენი ელჩი ბოდის მოხდი მივესალმები ტელემაყურებლებს ქალბატონის მიულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენი ელჩი მაშინ იყო თავართქილაძე და 6 თვის დაგვიანებით მივიღეთ ის წერილი, რომელიც იტალიის მთავრობამ გაუგზავნა ჩვენ საელჩოს, რომ ჩვენ ჩავსულიყავით ჩვენი პროექტის დასაცავად. და უბრალოდ არ შეგატყობინეთ. უბრალოდ ხო არ შეგატყობინეთ, ჩვენ არ ვიცოდით რომ უნდა ამ ეტაპზე ჩვენ თვითონ ჩავსულიყავით. ანუ წარმოიდგინე თემურის კონდა შანსი ათეულში მოხვედრო გაემარჯვა, მაგრამ უარს გაემარჯვა. 100 ადგილზეც რო გასულიყო მისი პროექტი. ეს ხო თელევიზიო გაიგებდა ჩვენი ინტელექტის დონეს. და უცებ ბიზნესი იყო დაკარგული ვიცი გასო და მე ისე უნდა გეჩივლათ მაგელში ის თქვენ. სალამაჩივრით მანა მოხსნეს მაგრამ. პირველი პრესახოთ აი თემს ყველადგეუნებით აი 80-იანი წლების გარიჟაშეს კი ძალიან ბევრი აი თქვენი და თქვენი ძმის უნარით ამაყობდა რომ აი ქართველებსაც გვაქვს ძალიან მძლავრი რაღაც ენერგია რომ ნოვაციისა და რაღაცა დიდის ჭიდილის ნიჭი გვაქვს და ორი სიტყვით თემური გვეტყვის კვადრკინი გზაზე რა აქვს გაკეთებული რომელიც არავის არ ჭირდება დღეს საქართველოში. ესე იგი რაც შეეხება იმ დროს, ვარუნდავით, მაშინ ჩვენ მე და ჩემ ძმამ საქართველოს რეალობაში ლითონში პროდუქცია, რომელიც იყიდებოდა არა ჯართის სახით, არამედ პროდუქტის სახით, ჩვენ შევძელით უნივერსალური შემდგომელი აპარატები გამოვუშვით მაშინ, რომლის ღირებულება საფუძვლად წარმოადგენდა $2000 იყო. ძალიან სერიოზული დაკვეთები ჰქონდა მაშინ ევროპიდან, მათ შორის თურქეთიდან და ის დრო იყო, როდესაც ჩვენ მოსკოვიდან მხოლოდ კორპუსები ჩამოქონდა ამ დანანგარის. დანარჩენ აბსოლუტურად ყველაფერი საქართველოში ელექტრონიკაც კი აკეთდებოდა. ჩვენ არენდაში ქონდა ქარხანა აგათი და რადიო ქარხნის ნაწილი აღებული. არავის არ ეგონა, რომ შეიძლებოდა ეკონომიკა სახელმწიფოში გაჩერებული იყო და აი ამდენი ხნით. მე მიკვირს 21 წელიწადია ხო? 21 წელიწადია. ესე იგი მთელი მსოფლიოში მიდის პროცესები. ჩვენ ისევ პოლიტიკურ საკითხებს ვალავებთ. რაზე ვსაუბრობთ ჩვენ ყოველდღე? ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ავირჩიოთ ხელისუფლება, ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შევცვალოთ საარჩევნო კანონი. ამ დროს მთელ მსოფლიოში მიდის პროცესები და ქართველი მოსახლეობა, ქართველი ხალხი ბოდის ვიხდი, მაგრამ ძალიან შორს არის განყელებულად არის ამ რეალობიდან, რომელიც მსოფლიოშია. მოდით უბალო რამდენიმე მაგალითი ავიღოთ, ხო? იყო ივანესბურგის 2000 წლის სამიტი, მდგრადი განვითარების კონცეფცია დაიდო მაშინ. ჩვენ გვაქვს მდგრადი განვითარების სამინისტრო. მაგრამ